გამარჯობა. ეხლა დღეს მივმყოფები სახელმწიფო უშიშროების შენობის წინ, იესუსის წინ. დღეს შევიტანე განცხადება საჩივარი თანდათული მტკიცებულებებით ერთ-ერთ ადამიანს ღირსეულ კაცს ვიცავ, რომელიც თავის სამსახურის უფროს არის გადაკიდებული, ესე ვთქვათ, და ყალბი მტკიცებულებებით უჩივლა მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოში. ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ თვითმკვლელობაც კი ცადა და მომხდარ ფაქტზე არის დაწყებული გამოძიება, მერე ჩაატარა ექსპერტიზა და აღმოჩნდა საერთოდ უდანაშაულო არის. და მთელი ამ სტრუქტურის მე რომელზეც ვსაუბრობ არის წევრები, წინასწარ დეტერმინირებული განზრახვით ჩაიდინეს ეს დანაშაული. მომხდარი ფაქტი არის უმძიმესი დანაშაული. პროკურატურას არაერთხელ მივწერეთ, პროკურატურა ამ უწყების თანამშრომლებს ასე ვთქვათ, ხარველობს. პროკურატურის მიმართ გვაქვს პრეტენზიები და სამართლებრივი არგუმენტები და შესაბამისად დღეს მიმართ ეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. ეს არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, როდესაც ადამიანს გადაეკიდება თავისი სამსახურის ხელმძღვანელი, ესე ვთქვათ, და უჩივლის ყალბი დოკუმენტები თავში დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში და უჩერებენ საქმიანობის უფლებას რამდენიმე წლით. ეს არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც უმკაცრესად უნდა იქნეს დასჯილი და აღკვეთილი. მადლობა ყურადღებისთვის. ეს არის სახელმწიფოს ღალატი და ვითხოვ ამ ფაქტზე სახელმწიფომ შეისწავლოს და დანაშაული პირები დასაჯოს.